დაგვირვები ხარ რა ხდება მაშინ, როდესაც საუბარი გეგმის მიხედვით აღარ მიდის. როდესაც გძნობ რომ კარგავ კონტროლს სიტუაციაზე. როდესაც თანამოსაუბრე იკეტება. როდესაც დაძაბულობა იზრდება ყოველ წამს. ადამიანების უმეტესობა ამ დროს იწყებს უფრო სწრაფად, ხმამაღლა, ემოციურად საუბარს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო, რადგან სწორედ ამ მომენტში უნდა მოიქცე პირიქით. დღეს მე მოგიყვები კომუნიკაციის სამ ხერხზე, რომლებსაც იყენებენ პროფესიონალი მომლაპარაკებლები, რომლებიც მუშაობენ სასამართლოებში, ბიზნესში, დიპლომატიაში. მაგრამ რაც თავარია, ისინი მუშაობენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, პარტნიორთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, თუნდაც უცნობებთან საუბარში. გაგიკვირდება და ეს ხერხები იმდენად მარტივია, რომ როდესაც მათ მოისმენ იფიქრებ, სერიოზულად ეს არის და ეს? მაგრამ სწორედ სიმარტივეში იმალება მათი ძალა, რადგან რთული ტექნიკა ვარჯიშს მოითხოვს, მარტივის გამოყენება კი დღესვე შეგიძლია დაიწყო. დავიწყოთ პირველი ხერხით, რომელიც სიტყვა-სიტყვით ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწყო წინადადებები რთულ საუბრებში. წარმოიდგინე სიტუაცია. ესაუბრები ადამიანს და უნდა გამოხატო უთანხმოება ან ეჭვი, ან მიუთითო პრობლემაზე. რას აკეთებენ ჩვეულებრივ ადამიანები? ისინი ამბობენ დაახლოებით ასე. მესმის შენი თვალსაზრისი, მაგრამ მეჩვენება რომ არ გაამართლებს. ან მომწონს იდეა, მაგრამ არის რამდენიმე პრობლემა. ან კლასიკური. მიყვარხარ, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ. რა ხდება, როდესაც თანამოსაუბრე ისმენს ამ პატარა სიტყვას მაგრამ? მისი ტვინი მკისიერად შლის ყველაფერს, რაც მანამდე იყო ნათქვამი. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით შლის, რადგან მაგრამ ეს არის სიგნალი. ეხლა კი ვიტყვი იმას, რასაც გულწრფელად ვფიქრობ. ყველაფერი, რაც იყო მაგრამამდე ნათქვამი, იქცევა ცარიელ თავაზიანობად. ფსიქოლინგვისტიკის სფეროში ჩატარებული კვლევები საოცარ რამეს აჩვენებს. როდესაც ადამიანები ისმენენ სიტყვას მაგრამ, აქტივობა ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისგებელია ნდობასა და გახსნილობაზე, მკვეთრად მცირდება. ადამიანი ფიზიკურად იწყებს დახურვას. უფრო მეტიც არსებობს საინტერესო დაკვირვება. მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში მაგრამის გამოყენება მეტყველებაში აღიქმება როგორც დაპირისპირების ნიშანი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ენაზე საუბრობ, ქართულად, ინგლისურად, ჩინურად, არაბულად, ყველგან მაგრამ ქმნის დაპირისპირების განცდას. ეხლა გასწავლი როგორ ააწყო იგივე ფრაზა სხვაგვარად. მაგრამ ისნასლოდ გამოიყენე და. მესმის შენი თვალსაზრისი და მინდა შემოგთავაზო კიდევ ერთი ვარიანტი. მომწონს იდეა და მოდი განვიხილოთ როგორ გავაძლიეროთ ის. მიყვარხარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ვისაუბრო იმაზე, რაც გვაწუხებს. განსხვავება საგრძნობია. ეს არ არის უბრალოდ სიტყვების თამაში, არამედ საუბრის ფუნდამენტურად განსხვავებული ენერგეტიკა. მაგრამ ეს არის კედელი, ის ყოფს. მაგრამ ამბობს, ან შენ ხარ მართალი, ან მე. და კი არის ხიდი, ის აერთიანებს. ის ამბობს, ჩვენ ორივე შეიძლება ვიყოთ მართლები. მოდი ვიპოვოთ გამოსავალი ერთად. აი შენ კონკრეტული მაგალითი ცხოვრებიდან. დაუშვოთ შენი შვილი მოდის და ამბობს, არ მინდა საშინაო დავალების გაკეთება. ჩემთვის ეს მოსაწყენია. სტანდარტული რეაქცია. მესმის რომ მოსაწყენია, მაგრამ შენ ეს უნდა გააკეთო. რეალურად ბავშვი ისმენს. არ მაინტერესებს შენი გზნობები, აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. ეხლა კი სადე ასე. მესმის რომ შენთვის მოსაწყენია და მოდი ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ის უფრო საინტერესო. შეიძლება მოვაწყოთ შეჯიბრი დროში, ან მოვიფიქროთ ჯილდო. ხედავ, შენ არ გააუქმე მოთხოვნა საშინაო დავალების გაკეთებაზე, მაგრამ ჩართე ბავშვი გამოსავლის ძიების პროცესში. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ზეწოლა მოახდინო ავტორიტეტით. განვიხილოთ სამუშაო სიტუაცია. კოლეგა გთავაზობს იდეას, რომელიც შენთვის არ ჩანს საინტერესო. ადრე უპასუხებდი, იდეა საინტერესოა, მაგრამ არ გვეყოფა რესურსები. ეს კლავს ინიციატივას. ადამიანი ისმენს უარს და სხვა დროს აღარაფერს შემოგთავაზებს. არადა შეგიძლია უპასუხო. იდეა საინტერესოა და მოდი დავთვალოთ, რა რესურსები დავჭირდება და სად შეგვიძლია მათი მოძიება. ეს იწვევს ერთობლივი გადაწყვეტის ძიებას. იძლევა ენერგიას იმის ნაცვლად, რომ წაართვას ის. ამ ხერხში ყველაზე რთულია არა მისი გამოყენების ტექნიკა, რადგან ის ელემენტარულია. რთულია დაიჭირო საკუთარი თავი იმ მომენტში, როდესაც აპირებ თქვა მაგრამ, რადგან ეს იმდენად შეგვეჩვია ენაში, რომ ჩვენ მას ავტომატურად ვიყენებთ, დაუფიქრებლად. გაძლევ პრაქტიკულ დავალებას. ერთი დღის განმავლობაში შეეცადე მთლიანად გამორიცხო სიტყვა მაგრამ მეტყველებიდან. ყოველ ჯერზე, როდესაც აპირებ მის თქმას, შეცვალეთ დათი და უბრალოდ გადააკეთე ფრაზა. გაგიკვირდება, რამდენად ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვას და კიდევ უფრო გაგიკვირდება, რამდენად განსხვავებულად დაიწყებენ ადამიანები შენზე რეაგირებას.
ეხლა მოდი ვისაუბროთ მეორე ხერხზე და ის ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცე კონფლიქტის მომენტში. რა ხდება ჩვეულებრივ, როდესაც ორი ადამიანი გამათობს? ისინი იწყებენ დეტალებზე ჩაჯიდებას. შენ ეს თქვი ორშაბათს, არა სამშაბათს. შენ მიყვიროდი, მე არ გიყვიროდი, უბრალოდ ხმამაღლა ვსაუბრობდი. შენ დამპირდი, მე არაფერს დაგპირები ვარ. მე ვთქვი რომ ვეცდებოდი. იცი რა სიტყვას ასეთი კამათი? აბსოლუტურად არაფერს. იმიტომ რომ კამათი დეტალებზე, ეს არის კამათი, რომელშიც გამარჯვებული არ არსებობს. სიტუაცია ყველამ თავისებურად და დაიმახსოვრა. ყველას თავისი სიმართლე აქვს და რაც უფრო დიდხანს იკეკები დეტალებში, მით უფრო ღრმად იძირები. უფრო მეტიც, არსებობს საინტერესო მონაცემები ნეირომეცნიერებიდან. როდესაც ადამიანები კონფლიქტში არიან, მათი ტვინი ფაქტობრივად სხვადასხვანაირად იწევს მოგონებებს. ერთი და იგივე საუბარი ორ ადამიანს სრულიად განსხვავებულად შეიძლება ახსოვდეს და ორივე გულწრფელად დარწმუნებული იქნება, რომ მართალია. ეს ბოროტი განზრახვა არ არის, ეს სტრესის დროს ტვინის მუშაობის თავისებურებაა. ამიტომ კამათი იმაზე, ვინ რა თქვა და როდის, აზრი არ აქვს. ეს იგივეა, რაც კამათი იმაზე, თუ რა გემო აქვს წითელ ფერს. არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება. კეთხვი რას აკეთებენ პროფესიონალები მსგავს სიტუაციებში. ისინი უფრო მაღალ დონეზე ადიან. იმის ნაცვლად, რომ კერძო საკითხებზე იკამათონ, არსზე გადადიან, რეალურ პრობლემაზე, რომელიც ყველა ამ დეტალის მიღმა იმალება. განვიხილოთ, როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკულად. წარმოიდგინე, შენი პარტნიორი უკმაყოფილოა იმით, რომ პაემანზე დააგვიანე. იწყება საუბარი იმაზე, რომ ყოველთვის აგვიანებ. შენ პასუხობ: არა, რა ყოველთვის, პირველად დამაგვიანდა და ასე შემდეგ. შეჩერდი, ეს ჩიხია. ამის ნაცვლად თქვი: ძვირფასო, მესმის დაგვიანების თემა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დგას ამის უკან. რას გძნობ, როცა ვაგვიანებ? ფოკუსი იცვლება. შენ შეთხვიდე კამათი ფაქტებზე, რომლებიც მაინც ყველას თავისებურად ახსოვს და გძნობებზე გადახვედი. უკმაყოფილების რეალურ მიზეზზე. და ასეთ მომენტებში ირკვევა, რომ საქმე საერთოდ არ არის დაგვიანებაში. საქმე იმაშია, რომ ადამიანი თავს უმნიშვნელოდ გზნობს. ან აქვს მიტოვების შიში, ან დაგვიანება მას ბავშვობას ახსენებს, როდესაც მშობლებს ავიწყდებოდათ მისი ბაღიდან გამოყვანა. სწორედ აქ არის ნამდვილი პრობლემა. და დაგვიანება მხოლოდ ტრიგერია, გამშვები მექანიზმი. ავიღოთ სამუშაო კონფლიქტი. ორი თანამშრომელი გამათობს იმაზე, თუ ვისი ბრალია პროექტის ჩავარდნა. ერთი ამბობს: შენ დროულად არ გამომიგზავნე მონაცემები. მეორე: შენ არ გითქვამს, რომ სასტრაფოდ გჭირდებოდა. პირველი პასუხობს: მე ორშაბათს მოგწერე. მეორე: არა, შენ სამშაბათს მომწერე და იქ სიტყვა სასტრაფო არ ეწერა. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და არაფერს მოიტანს. ახლა წარმოიდგინე, რომ შემოდის ხანძვანელი და ამბობს: კარგი, მე ვხედავ, რომ კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ და ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ამაზეა დამოკიდებული მთელი გუნდის მუშაობა. მოდი განვიხილოთ არა ის, ვინ არის დამნაშავე, არამედ ის, თუ როგორ ავაწვოთ პროცესი ისე, რომ ეს აღარ განმეორდეს. მარტივად, ფოკუსი ურთიერთბრალდებებიდან კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე გადავიდა. ეს არის უნარი, აიმაღლო დონე, არ ჩაიძირო დეტალებში, დაინახო მთლიანი სურათი. ყურადღება მიაქცე ერთ დახვეწილობას. როდესაც ამბობ: დიახ, ეს მნიშვნელოვანი თემაა, ან დიახ, ეს განხილვის ღირსია. შენ არ ეთანხმები თანამოსაუბრის პოზიციას. ეთანხმები იმას, რომ საუბარი საჭიროა. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. არ ამბობ: დიახ, მართალი ხარ, მე ყველაფერში დამნაშავე ვარ. არამედ ამბობ: დიახ, ხედავ, რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია და მზად ვარ ამის განსახილველად. ეს ხსნის თავდაცვით რეაქციას. ადამიანი წვეთს იმის შეგრძნებას, რომ მას თავის სიმართლისთვის ბრძოლა სჭირდება. ის ხედავს, რომ მოусმინეს და ამ მომენტში ჩნდება ნამდვილი დიალოგის შესაძლებლობა. ამ ხერხის კიდევ ერთი ასპექტი არსებობს. როდესაც ცოდნას იმაღლებ, იღებ კონტროლს საუბარზე. არა манипуляციის თვალსაზრისით, არამედ მიმართულების თვალსაზრისით. ვიღაცა ცდილობს წვრილ მანევში კამათში ჩაგითრიოს. შენ რბილად აბრუნებ საუბარს არსის დონეზე. ეს იგივეა, რომ იყო გემის კაპიტანი. შეიძლება ქარიშხალი მდვინვარებდეს, შეიძლება ცეცხლის წვიმაც სვიოდეს, მაგრამ შენს ხელშია საჭე და შენ მიყავს გემი იქ, სადაც საჭიროდ თვლი. მივადექით მესამე ხერხს. შესაძლოა, ყველაზე აშკარა არ არის, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენლად ძლიერია. როდესაც საუბარი დაძაბული ხდება, როდესაც ემოციები მატულობს, როდესაც გსურს თანამოსაუბრე ხრიალით დააკრუო, გააკეთე პირიქით, შეანელე და დაიწყე გარკვევით საუბარი, თითოეული სიტყვის არტიკულირებით. შესაძლოა უცნაურად ჟღერს, თუმცა როგორც უმრავლესობას გონია, კონფლიქტის მომენტში საჭიროა იყოს სწრაფი, მკვეთრი, თავდაჯერებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაგიგებენ, გაგთელავენ, უგულებელყოფენ.
სინამდვილეში ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა. სწრაფი მეტყველება კონფლიქტში კონტროლის დაკარგვის ნიშანია. როდესაც ადამიანი სწრაფად ლაპარაკობს, როდესაც სიტყვები ერთმანეთს ეჯახება, როდესაც მისგან პრეტენზიების ნაკადი იღვრება პაუზების გარეშე, ეს შინაგან პანიკაზე მეტყველებს. მეორეს მხრივ ნელი მკაფიო მეტყველება ძალის ნიშანია. ის ამბობს: იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში, რომ არ მჭირდება აჩქარება. მე ვიცი რომ გამიგებენ. არის საინტერესო კვლევები, რომლებიც ჩატარდა სასამართლო ფსიქოლოგიის სფეროში. გაანალიზდა დაკითხვებისა და სასამართლოს ხდომების ჩანაწერები და გამოვლინდა გასაოცარი რამ. მოწმეები, რომლებიც საუბრობდნენ ნელა და გარკვევით, ნაფიცი მსაჯულები აღიქვამდნენ როგორც უფრო მართალ და სანდო ადამიანებს, მაშინაც კი თუ მათი სიტყვების შინაარსი იდენტური იყო სწრაფად მოლაპარაკე მოწმეებთან. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ნელი მეტყველება ქმნის შეგრძნებას, რომ ადამიანს არაფერი აქვს დასამალი, რომ ის აანალიზებს თითოეულ სიტყვას, რომ ის სიმართლეს ამბობს და არ ცდილობს სწრაფად აიცილოს თავიდან უხერხული მომენტები. უფრო მეტიც, როდესაც ანელებს საუბარს, აძლევ თანამოსაუბრეს ინფორმაციის დამუშავების დროს. აძლევ შენს სიტყვებს საშუალებას, რომ მიაღწიონ, გაიაზრონ. სწრაფი მეტყველება ავტომატიდან სროლას გავს. ბევრი ხმაური, ბევრი მოძრაობა, მაგრამ გაუგებარია სად მოხვდა ტყვიები. ნელი მეტყველება სნაიპერის გასროლას გავს. ერთი გასროლაა, თუმცა ის ზუსტად მიზანში ხდება. შენელება მოქმედებს არამხოლოდ თანამოსაუბრეზე, არამედ შენზეც. როდესაც სწრაფად საუბრობ, სუნთქვა ირევა, ხოლო როდესაც სუნთქვა არეულია, ტვინი იღებს სიგნალს საფრთხის, სტრესის შესახებ და იწყებ უარესად ფიქრს, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, ისეთი რაღაცების თქმას, რასაც მოგვიანებით ინანებ. როდესაც ანელებ, ავტომატურად იწყებ უფრო თანაბრად სუნთქვას, ხოლო თანაბარი სუნთქვა ტვინს ეუბნება: ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, შეგიძლია მშვიდად იფიქრო. ეს ფიზიოლოგიაა. ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად ნელა და გარკვევით ისაუბროს და ამავდროულად პანიკაში იყოს. ეს რაღაცები შეუთავსებელია. შენელებას კიდევ ერთი ეფექტი აქვს. ის ქმნის პაუზებს და პაუზები კომუნიკაციაში ყველაზე დაუფასებელი ინსტრუმენტია. ადამიანების უმეტესობას პაუზების ეშინია. მათ ეჩვენებათ, რომ თუ გაჩუმდებიან, ეს გამოიყურება როგორც დაუჯერებლობა, ან რომ თანამოსაუბრე შეაწყვეტინებს მას. სინამდვილეში პაუზა ძალაა. როდესაც მნიშვნელოვან რამეს ამბობ და ამის შემდეგ პაუზას აკეთებ, შენ ამ სიტყვებს სივრცეს აძლევ. აძლევ მათ ჟღერადობის საშუალებას. აჩვენებ, რომ ნათქვამს აქვს წონა. წარმოიდგინე გამოსვლა სცენაზე. სპიკერი ამბობს: და აი, ჩვენი კვლევის მთავარი აღმოჩენა. ის ცვლის ყველაფერს, რაც აქამდე ვიცოდით, და პაუზა, რომელიც ქმნის დაძაბულობას. ის აიძულებს აუდიტორიას ფოკუსირებას. რეალურად ის ამბობს: ყურადღება, ეხლა რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. იგივე მუშაობს ჩვეულებრივ საუბარში. შენ ამბობ: უნდა გითხრა რაღაც. მივიღე გადაწყვეტილება. ეს პაუზა 1000 სიტყვაზე მეტ იწონის. ეხლა კი შენელებას და პაუზებს დაამატე კიდევ ერთი ელემენტი: მკაფიო არტიკულაცია. ნუ იბურტყუნებ, ნუ ჩახლაპავ სიტყვების დაბოლოებებს. წარმოთქვი თითოეული მარცვალი გარკვევით, თითქოს თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია, რადგან ასეც არის. როდესაც ადამიანი ბურტყუნებს, იქნება დაუჯერებლობის შეგრძნება, თითქოს მას თავად არ ჯერა იმის, რასაც ამბობს, ან თითქოს იმედონებს, რომ მას არავინ გაიგონებს. როდესაც ადამიანი არტიკულირებს გარკვევით, ეს სრულიად სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ძალას გავს, დარწმუნებულობას, სიტუაციაზე ძალაუფლებას. დაარკვირდი წარმატებული ორატორების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების გამოსვლებს. ისინი თითქმის არასდროს ჩქარობენ. საუბრობენ აუჩქარებლად, აკეთებენ პაუზებს. წარმოთქვამენ სიტყვებს ისე, თითქოს თითოეული სიტყვა სიბრძნეა. მერწმუნეს არ არის ბუნებრივი ნიჭი, არამედ უნარი, რომლის გაწვრთნაც შესაძლებელია. გასწავლი მარტივ სავარჯიშოს. აიღე ნებისმიერი ტექსტი და წაიკითხე ხმამაღლა ორჯერ უფრო ნელა ვიდრე ჩვეულებრივ. გადაჭარბებულად გარკვევით. დიახ, თავიდან უჩვეულო და სასაცილოც კი იქნება, მაგრამ რამდენიმე დღის ვარჯიშის შემდეგ იგრძნობ, რომ იწყებ მეტყველების ტემპის კონტროლს. და როდესაც შემდეგ ჯერზე აღმოჩნდები დაძაბულ საუბარში, შეძლებ შეგნებულად ჩართო ეს რეჟიმი. შეანელო, გააკეთო პაუზა. წარმოთქვა შემდეგი ფრაზა გარკვევით და მძიმედ. და ამ მომენტში დაინახავ, როგორ იცვლება საუბრის ატმოსფერო, როგორ იწყებს შენს წინ მყოფი ადამიანის დამშვიდებას, როგორ იკლებს კონფლიქტის ხარისხი, როგორ ჩნდება დიალოგის სივრცე. მაშინ ასე მოდი შევაჯამოთ. 3 ხერხი, რომელიც მუშაობს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. პირველი. შეცვალე მაგრამ დათი. შეწყვეტე დაყოფა, დაიწყე გაერთიანება. დაპირისპირების ნაცვლად შექმენი თანამშრომლობა. მეორე. ნუ გაიჭედები დეტალებში. აიხედე მაღლა.
ნუ იდავებ იმაზე, ვინ რა თქვა. ფოკუსირდი არსზე, რეალურ პრობლემაზე, იმაზე, რისი შეცვლაც შესაძლებელია. მესამე. შეანელე და ისაუბრე გარკვევით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გსურს აჩქარება. ნელი, მკაფიო მეტყველება არის ძალა და კონტროლის სიტუაციაზე. ეს ხერხები მარტივია, მაგრამ ნუ აურევს იმარტივეს სიმსუბუქესთან. იმისათვის, რომ მათ მუშაობა დაიწყონ, ისინი უნდა გამოიყენოს შეგნებულად, რეგულარულად. მანამ, სანამ არ გახდებიან შენი ბუნებრივი კომუნიკაციის ნაწილი. და აი რა მოხდება, როდესაც ამას აითვისებ. ადამიანები დაიწყებენ შენზე სხვაგვარად რეაგირებას. იგრძნობენ, რომ შენთან საუბარი შესაძლებელია რთულ საკითხებზეც კი, რომ არ აფეთქდები, არ დაიწყებ კამათს სისულელეებზე, არ დაკარგავ კონტროლს. ისინი დაგინახავენ შენ, ადამიანს, ვისთანაც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა და არა მას, ვისთანაც საჭიროა სიტყვიერ დუელში შესვლა. ეს არ არის მანიპულირება, ეს არის კომუნიკაციის ნამდვილი ოსტატობა და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც მზად არის ამაზე იმუშაოს. იმიტომ რომ სიტყვები მხოლოდ ბგერები არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აყალიბებს შენს რეალობას, შენს ურთიერთობებს, შენს შესაძლებლობებს. გამოიყენე ეს ინსტრუმენტი გონივრულად. მადლობა, რომ მეგობრო ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწერე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.